ნახევარი საუკუნეა რაც ეს გზა გაიხსნა. 76 წლის 28 მაისს ავიდა პირველზე ტრაქტორი და მანქანა რა. იმის შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და ამაზე ორჯერ დიდი თვალებიც ყოფილა და ამაზე უარესიც, მაგრამ წარმოვიდგინეთ მაისიც გავიდა და ივნისის 7 რიცხვია და გუშინ შევიდა ისა ტრაქტორი პირველი. აბა როგორ შეიძლება აქამდე რასაკეთებდნენ ახლა მარტო დიდი თვალობა არა იმ ხრუშოვის დროინდელი ძველი რაღაცა ტექნიკა ხავს ერთი ბულდოზერი და იმით როდის იქნება აბა გახსნა უბრალოდ არა ნორმალური ტექნიკა რომელიც საუკუნეა სადღა ის რუსეთის ესასებს ეძახიან ისინი ვიღაცა ხავს მაგრამ იმით ჩიფჩიფებენ რაღაცა იმას აშორებიან და ეხლა არავინ არაფერს არ ზრუნავს ის იყო დაანონსებული მერი არ მოვიდა რაიონის ეხებზე დაიკიდა დეპუტატი არ მოვიდა ის არ მოვიდა და ხალხი ვართ გამოსული და აგე ტენდერს რო იგებ ხომ უნდა ყავდეს ერთი ბულდოზერი 2 3 ტექნიკა მაგოდენა მილიონიან 2 მილიონიან ტენდერს გაძლევენ და შენ მიხედი ვისთან აი მაგათაც დეპუტატთან ან გამგებელთან მიხედი ყველას გავაგები როგორ შემეძლო გავაგები რომ ერთ ამბავია და აბა შეხედავ და არ მოვიდეს არც მე არ მოვიდოდია კაცო რა დარუნდო იმიტომ ესეთ გარემოში რაღაც გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ რაღაცა გადაწყვეტილებაზე არა აზრის გამოტანაზეა აი რაღაცა მიხედი პიტე გეუნე ჩავძეთ მანქანაში ავიდეთ დავძეთ მაგიდასთან ნორმალურად ოთახში გავიარო და ყველამ თავის იდეა მე სულები და ისი აზრა რა იქ ზედაპირულად მოხდა ეგ იმაში რაღაცა ღონისძიება და გასაუბრება ზედაპირულად ეხლა ორშაბათს უნდა ავსულიყავით მერთან და კვირას დამფუძნად მერის დანაბარები უაზროდ აქ არ ამოხვედეთ რა აზრი აქ ამოსვლას ჩვენ არ შეგვიძლია რომ იქიდან ის ტექნიკა დაგახმაროთ არ მოდის მაგას რაღაც გადაგებები და ეხლა წაიღებს აი მის რაღაცა გამოჩიმავს აი რაღაცა რა გამოიყვანს აქ რას გამიყვანს კაცო რა არასწორად რა დამოქმოლება ეგ არის ხო და მე გამისაისო რა ქვია რაღაცა პატარა ელემენტარო გადასაწყვეტს ხო გავხდით სატელევიზიო საჟურნალეს ორი რა ის წინათ ვილაპარაკეთ რომ იქით აიო ტრაქტორ საჭირო იყო და არც ვერც გადაწყვეტესა და კიდე ადრეც გავიდა გზამა და სამი კაცი მოკვდა მან. ყურე. მაშ კითხავს ესა რატომ მოკვდა სამი კაცი? ეხ ამ ეტაპზე სადაც გზამიდის, იქ სიაულ არ შეიძლება. მე რა დვიდიანი სხვა არ შეიძლება ის არ შეიძლება ის მაგრამ მე ყოველთვის აგრიფ კაცო. ბიჭო მაგას სხვანაირად დაძმო სხვანაირად მიდგომა მაგას ბიჭო. მარტო ისო აბა მიდი არა მაგრი არ შეიძლება. ხანერად გამო თოვლი ზვავი გამოსა სადღაცა ვერ იმუშავებ სადღაცა უნდა დაელოდო რომ ზვავი გამოვიდეს მაშინ მივიდეთ იქამდე რომ იმას უნდა ხელოვნურად გამოწვევა იმ მაშინ მაგას უნდა სხვანაირი მიდგომა და მაგაზე დაუჯდეთ მეთქი და ნორმალურად ვილაპარაკოთ რა შეიძლება გამოსავალი უნდა დავჯდეთ ვერ ვიგე ბიჭო ჩვენ აი უნდა დავჯდეთ კაცო ბიჭო გადასაკეთებელა ის უნდა დაჯდეს კაცო მე რა აი დავჯდეთ ისაც აბარავ საქმე ან შეუძლია უნდა გააკეთოს ან არ შეუძლია განებოსო სხვა რაია კაცო ან დეპუტატ რა დაარჩეული სოფელში დეპუტატ რა ის მიყავს შენადმე რა დულ არჩევდით ჯოი დეპუტატს ხო იცის რა მდგომარეობა იყო ორჯერ უკვე შეხვედრა ერთხელ არ მოვიდა სეზონი ვარდება ფაქტია მეცხოველეობა ხელიეშლება ტურიზმის სექტორს ხელიეშლება და საერთო ცივილიზაცია ისედაც მოკლე 3 თვიანი 4 თვიანი სეზონი და ფაქტიურად თანახმოვარი გასულია ამაზე ელაპარაკი და სახელმწიფო მოგად ხოდა და რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს გამოვიდეს ისეთი ამაზე ელაპარაკი ახლა რა მარტო გამგებელს ვაწვევით გამგებელი არ არის პასუხობელი ამ ძაფეთა პასუხობელი არა სამსაო დეპარტამენტი ერთად გადმოედინე ფეხი იქიდან გავრისკე გადმოედინე ეკონომიკური კოლაფსია მოქცეული ვექცევით უბრალოდ და მაიტა მიდგომა შევცვალოთ ამ ეს არის ერთადერთი იგეთი გზა რომ განსხვავებული რელიეფი არის ძალიან განსხვავებული და ეს ტენდერები და ეს მიდგომა აქ ამ გზას ვერ იმას იზამს კომუნისტების დროს კარგად მახსოვს 9 მაისს რო 9 მაისობა როგორ შეიძლება და გზა არ ყოფილიყო ამ გზასთან მიმართებაში მთლიანი რეგიონია მარტო გზა არ იქნება და თუშეთ რეგიონია და თან მოსაზღვრე რეგიონი სასაზღვრო და რაღაცა ტექნიკა შეგვიძინონ ჩვენ თუშეთს პირადად და ეს ტექნიკა ძლიერი 2-3 ტექნიკა რა დაგიდება მილიონის უარ დაგიდება რა და ეს ტექნიკა უნდა იყოს მერიის მთავრობის გამგებლობაში სრული იმათ კონტროლის ქვეშ იყოს ეს თუშეთში დატოვებული როგორც კომუნისტებმა გადაიტანონ საწვავი ყველაფერი ამ მერიამ მთავრობამ რო იტყვა სახელმწიფო გაიყო აქედან იმათ დაიწყო იქიდან იმათა და აი ეგრე იყო სხვა მიდგომა ამ გზას ამ რელიეფს არ მოუხდება არანაირად თუ მაგალითად აქ ადგილობრივი დეპუტატები ყვანან ვიღაცები ყვანან გამგებლები ყვანან აი ლანდშაფტის უფროსი ყავს რაღაცა თუ ვერ იმას
ჩვენებია 3-4 ჩვენ დავბრუნდებით ვიღაც გლეხები და ჩვენ ვიცით გზები როგორ მივიდეთ გინდა ცენტრალურ მთავრობამდე და იქ ახლა ამა წარმოდგენა არა აქ რა ხდება მთავრობას ხოვოთ რომ ტექნიკა შეგვისყიდოს თუშეთს კერძო ტექნიკა და იყოს მერიის გამგებლობაში და ნურავის იმაში იქნება ხელქვეშები და აი ამის გარდა თუშეთს ეს მიდგომა უნდა ეს არის სამომავლოდ კი ბატონო მაგრამ დღეს რა ვქნათ ეს რა ვქნათ შევიძინონაო სამ ტრაქტორი ნაყი თუშეთის არის შიდაგზე მოგვარებულია ისენ ერთგენ მოგვარებული რომ მე რაიო ტექნიკაგინ სამ ტრაქტორი შიდაგზეც რა გვარი რაიო ტექნიკაც ხოდარკო ვერ იმუშავებს წყალებით გადავიდა მეცხვარეები ცხრები თითქმის გადასულია მაგრამ ვერ გადაიტანეს ბარგი ვერ გადავიდა ცხენები სულფეხასაქონელი ისევ აქ არის დამრჩალი კახეთში ნაწილი დედოფლის წყაროშია ზამთრის საძოვრებზე და ვერ გამოდიან რომ გზა არ არის გახსნილი და ნაწილი კიდე ვინც აქავართ ეს საძოვრები საერთოდ სტიქიამ წაიღო წყალმა წაიღო მთელი რიყე მარტო ჩვენ კი არა ეს ფერმერები კი არა იგივე ვინც ტურისტულ იმას ეწევიან საქმიანობას ჩაუვარდა ტენდერები ეს დაბრუნილი ისინი გაუქმდა ჯავშნები გაუქმდა და გახსნაზე 1.300.000 ლარია გამოყოფილი ეხლა სხვადასხვა არის ვიცი რომ სხვადასხვა აუ ნახე ერთი კითხვა მაქვს 60 მილიონი ლარის გამოყოფის თავარი მიზანი ყველა ტენდერში წერია რომ ამ გზის განულადობა უნდა გახანგრძლივდეს. ანუ მაისიდან და ოქტომბრამდე კი არ უნდა იყოს ღია. ან ეს პერიოდი, როდესაც გზა ღია იქნება, უნდა გაიზარდოს. აბა სად გაიზარდა? რაც დაიხარჯა, ნახევარზე მეტია დახარჯული. ერთი დიდი ტენდერია 2024 წელს უნდა დასრულებულიყო სამუშაოები ყველა სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით. აი დღეს ხო არის 7 ივნისი, ხო? რამდენია? გზა ღია არა. სარეაბილიტაციო სამუშაო არის სხვა მეგობრებო. ხო, მაგრამ ეგ რეაბილიტაციის გაზაფხულის გახსნის საქმეა, სამუშაო სხვადასხვა არის. რეაბილიტაციის მიზანი რადიკალურად განსხვავებული. რეაბილიტაციის მიზანი რა თოვლი არის სხვადასხვა. კაცო, ეხლა არის ვაუიგე, აქ არის უფრო დიდი საუბარი თოვლი არ თოვლზე, რომელიც მოდიოდა მოვიდა წინა წელს, წლებში. დიდი თოვლი მოვიდა, გაიგე და. იმიტომ შევეჩეხეთ ამ პრობლემას. დიდი თოვლი არის ოსმალეთში, კაცო, იქ რა ქვია, ზაგაროს უღელტეხილზე? ნაკლები თოვლი იყო შატილში, ერთი კვირის წინ ვიყავი. ვერ არ გვიცნობ ხო და რა ფორმაზე საუბრობთ რო. ხო, მაგრამ 12-20 მეტრიანი ზავებია გაჭრილი. ასულ ხარ ახლა მაგალითად ასულ ხარ. დაჯდები ტრაქტორის მაგრამ არა შატილში გადავედი. მე რატომ გადავжди? ვინც მუშაობს, მაგას გეუბნები, დიდი თოვლი არის მეთქი, პრობლემა არის, ოპერატორის პრობლემა არის, რომ იმუშაოს, კაცო, იმიტომ დიდი რისკის ქვეშ მუშაობს. შემთხვევები იყო, რომ იხსნებოდა მალე, მიდი დაჩქარებით და სამი კაცი მოკვდა, 4 მოკვდა. 60 მილიონი ლარი რომ გამოიყო თუშეთის გზის რეაბილიტაციისთვის. რეაბილიტაცია სხვა არის მეთქი. გავიგე მოვლა პატრონობა რომ სხვა არის და რას მიხსნი ახლა ვიცი ორჯერ სამჯერ გამმეორე ხო და მიზანი ხომ ეგ იყო რომ რეაბილიტაციისთვის 60 მილიონი გამოიყო იმიტომ რომ გზა გაიხსნას უფრო ადრე და დაიკეტოს უფრო გვიან გელა რეაბილიტაცია მომისნე რეაბილიტაცია სხვა რამე ბეტონა ჩაასხა რაღაცა მოანგრიო და საუბარია თოვლზე მეთქი ონები გავიგე მათ შე ხო არ გეტყვი ეს გზა კაცო ეხლა ხომ არ გაჭრილა წლების განმავლობაში არსებობს წელს მოვიდა დიდი თოვლი მე ქუჩაში არსაუბრობს და აქციაზე არსაუბრობს და აქციაზე არ მიიღება რაღაცა გადაწყვეტილება რატო ისა ხალხთან შეკრებაზე მოსვლა უხერხულია თუ რა აქციაზე რატომ ჩამოვიდა უბრალოდ თავისთვის ნურავი მოიყენებთ ამ შევიმენით რომ მერთან რისი გამოყენებაზეა კაცო რა სალაპარაკო კაცო რის გამოყენებაზეა აპიაროს ტელეფონი რატო არ უნდა გააპიაროს ეს ჭიჭებისა კაცო იგავერთ გავიდეს აი გადაგიაროს სერცე გასულიცა და გამოსულიც კაცო შენ ვერ გავიგე შენ რის საღარ გამოსულ საპროვოკაციო და ხარ კაცო